გულწრფელობა თუ ავთენტობა. ეს არის დღეს თემა, რომელიც ავარჩიე. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მე თვითონ საკმაოდ ურევდი ამ ორ თემას ერთმანეთში და საერთოდაც ყველა ლაივი რასაც აქვს წერ და რაზეც ვსაუბრობ ყველა თემა რაღაც გარკვეულწილად ჩემს საკუთარ გამოცდილებას ეხმიანება და იქიდან დავასკვენი. მაგალითად, როდესაც ვისაუბრე ეზოთერიასა თუ სხვა ასე ვთქვათ მაგიურ მიმდინარეობებზე, რომ ესენი არის ზოგჯერ მახე ადამიანისთვის, რომ თავი იგრძნოს ამპარტავნულად სხვებზე მაღლა და წარმოიდგინოს, რომ ძალიან მაგარი ტიპია და ამასობაში ვიღაცის სარგებელს ემსახუროს და თან დარჩეს შეშინებული, მოტყუებული, მანიპულირებული და ასე შემდეგ. ესეც იმიტომ ვისაუბრე, რომ მსგავსი რამ მინახავს. შემდეგ თქვათ რელიგიებზე როდესაც ვსაუბრობ და ჩემ აზრს გამოვთქვამ, იმიტომ არ არის რომ ესენი წიგნში წავიკითხე, ესეც იმიტომ არის რომ რაღაც ძალიან პატარა ასაკიდან ვიყავი მე თვითონ საოცრად რელიგიური და მე ცოტა უფრო დიდ ასაკში გარდატეხის ასაკიდან ეკლესიურიც შეიძლება წარმოუდგენლად ჟღერდეს მესმის, ვინაიდან დღეს აღარ ვარ ახლოს ორგანიზებულ რელიგიებთან. შემდეგ იყო ჩემ ცხოვრებაში პერიოდი, როდესაც რაღაც სხვადასხვა ასე ვთქვათ სულიერ სწავლებებს უკვე წიგნებიდან ძალიან აქტიურად ვკითხულობდი და ამიტომაც როცა ვაკომენტარებ კიდაც რელიგიაზე, კიდაც რაიმე ესეთ სულიერ მიმდინარეობებზე, მანდაც ჩემი გამოცდილებიდან ვსაუბრობ, არა მხოლოდ წიგნებიდან. და ეხლა როდესაც გულწრფელობაზე და ავთენტობაზე ვისაუბრებ, აქაც ჩემი დაკვირვება მინდა გაგიზიაროთ, რომ მე ძალიან დიდ ხანს დასაწყისში განსაკუთრებით, როდესაც დავიწყე ადამიანზე უკვე დაკვირვება და ეს ჩემ საქმედ ვაქციე, გულწრფელობა და ავთენტობა გაიგივებული მქონდა ერთმანეთთან. და დაახლოებით ერთი და იგივე შინაარსის სიტყვები მეგონა და თან კიდე დარწმუნებული ვიყავი, რომ ადამიანებში გულწრფელობას ვაფასებ და მიზიდავს. ხო და ცხოვრება ის ცხოვრებაა, რომ რაღაც საინტერესო გაკვეთილი არ შემოგთავაზოს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ანუ ზუსტად იქ ხდება ცხოვრებისეული საკითხები, გადასალახი, ბარიერები თუ სირთულეები, სადაც შენი რწმენა წარმოდგენები არის ან აცდენილი, ან რიგიდული, ან აპდეიტს საჭიროებს და ძველებურად არის დამახსოვრებული. ეს რწმენა წარმოდგენები არის ადამიანში სიმბოლური შრეები ფაქტიურად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ზემოქმედებს ადამიანის ცხოველურ ნაწილზე, რომელიც არის თავისთავადი და ჯანსაღი, ინსტინქტებით აწყობილი. და აქ მეორე მხარეს მოცემული არის სიმბოლური ამბები, სიტყვების სახით ცნობილი ან შინაარსები, სახეხატები, რომლებიც ადამიანში სხვადასხვა გამოცდილების და გარემოსთან შეხების და კონტაქტის გზით ჩავა და შემდეგ იწყებენ მოქმედებას და მათი გვერდისავლა შეუძლებელია. ერთადერთი რამ რაც შეიძლება არის, რომ ეს არ იყოს გაუცნობიერებულად ჩასული შინაარსები. ეს შესაძლებელია. რომ გაუცნობიერებულად მიღებულ რაღაც რწმენა წარმოდგენებს ადამიანმა თავის გონების თვალი ნებაყოფლობით გადაავლოს, გახდეს კრეატორი საკუთარი რწმენა წარმოდგენების და რაც მთავარია აღიქვას, რომ ეს ყველაფერი არის პროცესი და არა რაიმე დასრულებული ერთი შედეგი. სიტყვა შედეგთან ამ ბოლო დროს ეგ პრეტენზიები მაქვს, რომ შედეგი თითქოს რაღაც დასრულებას ნიშნავს, რომ აი მორჩა ესეა. ესეთი შედეგები ვფიქრობ კეტავს ისევ და ისევ იმ აღქმას, რომ ყველაფერი არის პროცესი. და ეხლა რაც შეეხება გულწრფელობასა და ავთენტობას. საკმაოდ დიდი განსხვავება არის ამ ორს შორის. მე სამწუხაროდ მართლა ვიყავი ასე ვთქვათ, მოხიბლული ხოლმე ხშირად ცარიელი გულწრფელობით, რომელიც ესე თავისთავად, რა თქმა უნდა, დასაფასებელია, მაგრამ ხიბლს რა იწევდა ეხლა, ხიბლს იწევდა ჩემში, მე რაც დავაკვირდი ჩემს თავს და აღმოვაჩინე დღეს ის ფაქტი, რომ როდესაც ადამიანი გულწრფელი იყო, მე ვაკავშირებდი, რომ ის იყო ავთენტური. ან ყოველ შემთხვევაში ავთენტობის ძიებასთან დამაკავშირებელ გრძნობად მიმაჩნდა ეს გულწრფელობა. და როგორც ჩანს, იქიდან გამომდინარე, მე თვითონ ძალიან ვცდილობდი მთელი ცხოვრება მეპოვა ჩემი ავთენტური მე და ეხაც ვაგრძელებ ამას. აქედან გამომდინარე, გულწრფელ ადამიანს რო დავინახავდი, ვაიგივებდი ამას ავთენტობასთან და უკვე მიხაროდა, რომ დედა რა კაია ეს ადამიანი გულწრფელია და ნუ ვუმეგობრდებოდი, მიყვარდებოდა და ასე შემდეგ. ხო და მე ცოტა ხანში ცხოვრებამ რაღაცნაირად
და ჩემმა პრაქტიკამაც მაჩვენა, რომ ეს ორი ვითარება, გულწრფელობა და ავთენტობა საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან. ძალიან დიდი ისიც მიდის ახლა, ასე ვთქვათ, ტრენდულია, რომ გულწრფელი იყავი გულწრფელი, ეს საუბარი. რა თქმა უნდა, ახლა თუ გულწრფელობა არ არის და თუ ყველაფერს ვიტყუები, ესე იგი ან დაჩაგრული ვარ, ან დათრგუნული ვარ, ან ძიმე გარემოში ვარ. ბევრი ცუდი მიზეზია, რის გამოც არადაცულ სივრცეში ადამიანი მოკლედ გულწრფელი არ არის და ეს გასაგებია და თუ სივრცე არ არის დაცული, ალბათ ღირს რომ გაერიდოს ადამიანი ამ სივრცეს. ეს დიდი თემაა. მეორე სხვა რა არის ავთენტობა? ავთენტობა აი მარტივად რო თქვა არის პირველ წყაროსთან დაკავშირებულობა, პირველ წყაროდან ამომავლობა და არა პირიქით. და რა არის პირველი წყარო? არის საკუთარი თავი. როგორიც ადამიანი დაიბადა და როგორც მუხტსაც ინდივიდუალურ და ავთენტურ უნიკალურ მუხტსაც ის ატარებს, როგორც პიროვნება. ეხლა ავთენტობა განსხვავებით გულწრფელობისგან ნახეთ რაში არის საქმე. შეიძლება ადამიანი აბსოლუტურად გულწრფელი იყოს და აჟღერებდეს რა ხდება მასში, რას ფიქრობს, როგორ განიცდება მასში ესა თუ ის მდგომარეობა, ძალიან გულწრფელად. და ფსიქოლოგიაში არსებობს ესეთი ტერმინი კონგრუენტულობა ქვია. ეს ტერმინები საერთოდ ცოტა ხელის შემშლელია ადამიანისთვის, რომ აღიქვას რაშია საქმე. კონგრუენტულობა არის თანამიმდევრულობა. აი მაგალითად სიტყვაზე ცხელა აგვისტოა 40 გრადუსია, ოფლი მოგვდის და აქ თანამიმდევრული სხეულებრივი რეაქცია, ანუ კონგრუენტული იქნება, რომ წყურია. თუ ეხა ამ წამს არ დავლიე წყალი რა. გარედან რო შეხედო ადამიანს ასეთ ვითარებაში დაასკვნი, რომ ალბათ წყურია და მართალიც იქნები. ძალიან დიდი ალბათობით თუ რამე ძალიან უცნაურ გამონაკლის შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე, წყურია. მაგრამ შეიძლება ადამიანს კითხო, რომ წყურია და იმან აბსოლუტურად გულწრფელად გითხრას, რომ არა. და როგორ ხდება ახლა ეს? აი ადამიანი ცხელა 40 გრადუსია, ოფლი მოძდის, დაიღალა, ქოშინებს და გულწრფელად, ეს არ შეგვეშალოს და არ დაგვავიწყდეს, ამბობს, რომ არ წყურია. ეს ახლა შეგიძლიათ გადათარგმნოთ ფსიქოემოციურ მოთხოვნილებებზე, საჭიროებებზე, სურვილებზე, ნებისმიერ სხვა რამეზე რა. მოდელად ამაქვს აღებული. ოკეი, ნუ ამ სიტუაციაში თითქმის გამორიცხულია, რომ მე მეშლებოდეს. ძალიან ძნელია მეშლებოდეს, იმიტომ რომ ორგანიზმში ძალიან მსგავსები ვართ ჩვენ ყველა ერთმანეთის. და საქმეც ამაშია, რომ რაღაცა მარტივ ადამიანურ საჭიროებებში ჩვენ ერთმანეთს ვგავართ ადამიანები და არც ისეთი დიდი განსხვავება არ არის. ამიტომაც რაღაცა დასკვნის გაკეთება გარედან შეგვიძლია ერთმანეთზე. ნუ აი მაგალითად თუ ადამიანი ირბინა, ქოშინებს, ძლივს სუნთქავს და ესე მიდის, დასკვნას გამოიტარო, დაიღალა, ხო? და ეს ადამიანი რომ მიხვიდე და კითხო, რომ დაიღალე, ამ ადამიანმა შეიძლება კითხოს, არა, არ დავღლილ ვარ. ნახე? არ დავღლილ ვარ, პირიქით ძალიან დასვენებულად გრძნობ თავს. და ეხლა აქ არის ხოლმე, რომ ზოგი გაბრაზდება, რომ აი რატომ ატყუებს და რის გამო მატყუებს და ასე შემდეგ და შეიძლება არ გატყუებს, შეიძლება გულწრფელად გეუბნება. არ გაგიკვირდეთ ეს ამბავი, იმიტომ რომ ადამიანებში არსებობს ესეთი საინტერესო მოვლენა, რისი არ არსებობის შემთხვევაშიც ალბათ ჩვენ საქმე აღარ გვექნებოდა ფსიქოთერაპევტებს, უარყოფა. უარყოფა როგორ მუშაობს? რაღაცა მოვლენა, ავთენტური მოვლენა ადამიანში იბადება და ამოდის ცნობიერებაში, ამოტივტივებას ლამობს, რომ გაცნობიერდეს და ზევიდან ინსტანციაც, ანუ ცნობიერება, ამბობს, რომ არაო. იმიტომ და ამიტომ და ძირითადად ამბობს, იმიტომ რომ არ მომწონს, იმიტომ რომ მიუღებელია, იმიტომ რომ არასწორია, იმიტომ რომ დამაზიანებელია, ასეთია, ისეთია და მოკლედ შეაფასებს ნეგატიურად ამა თუ იმ ავთენტურ იმპულსს. და ადამიანი უკან ჩაატრიალებს, არ გააცნობიერებს და მართლა ვერ გრძნობს. აი თუ მაგალითად ადამიანს ცხვენია რომ დაიღალა, ხო? იმას ვერ ათქმევინებთ რომ დაიღალა. ის სიტყვის რომ არ დავღლილ ვარ, იმიტომ რომ შეიძლება ცხვენია. სხვები არ დაიღალნენ, ერთად ირბინეს ყველამ. ამისთვის უფრო მეტი აღმოჩნდა ეს ზეწოლას თავის სხეულზე, იმათვის ნაკლები სხვადასხვა მიზეზით. ან ვარჯიში აკლია, ან ეწევა, რა ვიცი, 1000 რამეა, მაგრამ რატომღაც ესეა, რომ აი განსხვავებულ სიტუაციაში თუ აღმოჩნდება, შერცხვება. ესეა მოწყობილი სოციუმი და ამიტომ სირცხვილი რო აირიდოს თავიდან, ის აუცილებლად იტყვის, რომ არ დავღლილ ვარ. ნუ უყურებ რო გშინავს, მაგრამ არ დაღლილა. და ამ დროს არის გულწრფელი. ოღონდ გულწრფელი იმიტომ კი არ არის, რომ
იცის რომ დაიღალა და ჩვენ გვატყუებს. თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთ ლეველზე მოხდა უკუგდება ამ შინაარსის, ისეთ დონეზე ფსიქიკაში, რომ ის ვერ გძნობს. ანუ ჩახსნილი არის აღქმა საკუთარ თავში, რომ ის არის დაღლილი. ამ დროს ახლა თუ გინდათ რომ ადამიანს ძალიან გულზე მოახვედროთ რაღაც, სარკე უნდა მოუტანო და აჩვენო. რომ ის დაღლილია და მას ძალიან გულზე მოხდება და ძალიან არასწორი ქმედება იქნება ეს. ამას სამწუხაროდ ადამიანები ვაკეთებთ ხოლმე ერთმანეთთან ურთიერთობებში და არც ისე სწორი საქციელია იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანს არ უთხოვია, რომ დამანახე ჩემი თავი. ამ ადამიანს არ უთქვამს, რომ მე იცი რა, რაღაცებში ცოტა ეჭვი მაქვს და მე ხო ერთი ტვინი მაქვს და მოდი რამდენიმე ტვინით შევხედოთ ჩემ სიტუაციას. ან თუნდაც შენ კიდე ერთი ადამიანი მოდი და ერთად დავაკვირდეთ, აბა, იმიტომ რომ შენ ხო სხვა ხარ და რატო არის სხვა ადამიანი სხვის ომში ბრძენი? იმიტომ რომ სხვის ომში დაცვის მექანიზმები არ აქვს. ანუ ის ფაქტი, რომ ეს ადამიანი დაიღალა, ჩემში არ იწვევს სირცხვილს და ამიტომ მე შემიძლია ამის აღქმა მარტივად გარედან სარკის მდგომარეობაში თუ ვიქნები და კი, თუ ის ამას მთხოვს და მეტყვის, რაზეა საუბარი? შეიძლება აუცილებლადაც ვინაიდან უკვე მითხრა და ამის სურვილი გამოთქვა, დავანახო, რომ დაღლილია, მაგრამ თუ არ უთხოვია და მე ვირსპიტნა არ უნდაო და ცხვირში ატენიდნენ, ამას ვაკეთებ, ერთადერთი რასაც გავაკეთებ, გავაძლიერებ უარყოფას. ის ადამიანი იტყვის, რომ არ ვარ დაღლილი, აი მილიონჯერ გაიმეორებს. რაც უფრო სარკეს მიუტან, შეიძლება გულზე ძალიან მოვახვედრო, იმიტომ რომ სარკეში რაღაც დოზით ის უკვე დაინახავს, რომ დაღლილია, მაგრამ ძალიან გამიბრაზდება და გული ეწყინება, ეს ყველაფერი არის ადეკვატური ძალიან, ასეც უნდა იყოს და კიდევ უფრო უარყოფაში გავარო, უფრო დიდი ძალით უარყოს ის, რაც აღიქვა. ვინაიდან აქ და ამჟამად ასე მოხდა მასთან. ეხლა ნახეთ, მე რას დავაკვირდი რამდენიმე დღის წინ. რაც შეეხება აი ამ ჩვენს გადაწყვეტილების მიღების პროცესს. მოკლედ, ჯერ თავისთავად შემემთხვა ეს ახლა რასაც მოვყვები და მე ერთხელ უკვე მე თვითონ დავაკვირდი, მე თვითონ განვეწყე, რომ დავკვირვებოდი ამ პროცესს როგორ მიდის. რაღაცა მომენტი იყო მოკლედ, დასვენება შემეძლო, წამოვწექი და ნუ ასე ჩემი ცნობიერი ნაწილით გადავწყვიტე, რომ არ ვიცი, ან მეთამაშა, ან რაღაც დამეხატა, ან წიგნი წამეკითხა და ასე შემდეგ, რასაც დასვენების დროს ვაკეთებ ხოლმე. და აი გადავწყვიტე რა, რომ ეს ქნა, ის ქნა, უკვე დავალაგე, რომ ასე ვიზავ და რაღაც მომენტი, როგორ გითხრა, უბრალოდ მოვდუნდი, ეს ხო დასვენება არის და უცებ მოვიხედე და რაღაცა საქმეს ვაკეთებ. აღმოვაჩინე, რომ ვაკეთებ საქმეს. წერ სტატიას, ვაანალიზებ რაღაცას, უყურებ YouTube-ს. აი დაახლოებით 15 წუთის მერე აღმოვაჩინე, რომ რაღაცა სხვა დავგეგმე ჩემი ცნობიერებით. და გავცნობიერებლად რაღაცას ვაკეთებ, უცებ აღმოვაჩინე ჩემი თავი რა. ეს რა მოხდა აქ? იმ შუა პერიოდში დამკვირვებელმა დაიძინა ჩემმა. ანუ ჩემი დამკვირვებელი ცოტა ხნით ბურანში გადავიდა, ფხიზელი არ იყო და ნახეთ რა მოხდა, გადაწყვეტილება მაინც მივიღე. თავისით მივიღე? აი რაღაცა პროცესით მივიღე გადაწყვეტილება ისე, რომ ამაზე არ მიფიქრია. ფაქტია, იმიტომ რომ დგავარ და ეხლა რაღაცა სტატიას ვწერ, ხო? აღმოვაჩინე უცებ, რომ გამოვფხიზლდი. რამ მიიღო ჩემში გადაწყვეტილება, რომ სტატია დაეწერა? არ ვიცი. აი ეგ არის ზუსტად ის გაუცნობიერებელი მხარე ადამიანში, რომელიც ყველას გვაქვს. საკმარისია მიიძინოს ცოტა ხანი ჩვენმა ცნობიერებამ და იქ რაღაცა გადაწყვეტილებები მოხდება. ეხლა ეს არაცნობიერად რა გადაწყვეტილება მოხდა და დადგა, ხო? მე წინა მანამდე 15 წუთით ადრე რომ გეკითხათ, რომ რისი გაკეთება გინდა, მე ძალიან გუწრფელად ვიტყოდი, რომ მე მინდა წიგნი წავიკითხო. ან თამაში ვითამაშო, ან დავხატო, რა ვიცი. ამას ვიტყოდი და ვიქნებოდი ძალიან გუწრფელი, იმიტომ რომ ეს იყო ის, რაც ჩემში იმ მომენტში ტრიალებდა. და მე 5 წუთის მერე ვიღაცას რო შეეხედა, იმავე დინამიკაში რო წავსულიყავი, იტყოდა, რომ ეს მატყუ არა, კაცო. ნახეთ რა გვითხრა, წიგნს წავიკითხაო, ეს მინდაო და მოვიხედეთ სტატიას წერს. ნახე რა მოხდა. ანუ გულწრფელი ვიყავი, თუმცა როგორც ჩანს ავთენტური არ ვიყავი. ავთენტურად იმ მომენტში ალბათ ჩემში ტრიალებდა უფრო აქტუალური იყო შინაარსი, რომ რაღაცა დამეწერა
რაღაცა გამეკეთებინა, ეს იმპულსი იყო წამოსული, რომელიც მე ვერ წავიკითხე ცნობიერად გადავწყვიტო, რომ რახანა ესა და ეს საათია და ამდენი დრო მაქვს შესვენება, ამიტომ უმჯობესია დავისვენო და ალბათ იყო უმჯობესი რომ დამესვენა. ეგ სხვა საკითხია, რომ ხანდახან უმჯობესია იმის გაკეთება, რაც არ არის ავთენტური, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ავთენტობა არის ის, რაც ჩემში იბადება, ხო? და ის ყოველთვის არ შეესაბამება გარემოს. რაშიც ახლა ვარ აქ და ამჟამად. და სიტყვაზე ავთენტური კი იყო, შეიძლება იქ და რაღაც შთაგონება მქონდა, რომ სტატია დამეწერა, ნახე, წარმოიშვა ეს იმპულსი და ამან გადაძალა ეს ჩემი ცნობიერება გაუცნობიერებლად და დავწერე სტატია, შუაგზაზე მივხვდი, რას ვაკეთებდი, ხო? მაგრამ მეორეს ხო შეიძლება იმ დღეს დასვენების საათი აღარ მაქვს. და დავრჩი დაუსვენებელი. აი, ესე მუშაობს. ანუ ეს ცნობიერება არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ რაღაცა ჯალათია, რომელიც ავთენტობას ჩქმალავს. ხანდახან საჭიროა, რომ ავთენტობის საპირისპირო რამ გაკეთდეს. ესეთია ჩვენი ცხოვრება ყოველთვის. ის არ არის, რაც გარემოში, ის, ასე ვთქვათ, რეალისტური თუ ადეკვატური თუ რაც გნებავთ პასუხი არ ტრიალებს. რესურსი არ არის ზუსტად იმ შესაბამისობაში, რომ მე სულ ვიყო ავთენტური და მეტსაც ვიტყვი, არც ვფიქრობ, რომ ეს ამ პლანეტაზე არის ჯანსაღი, რომ გამუდმებით ავთენტობაში იყოს ადამიანი. თუმცა იმისი უნარი, რომ ნახეთ აქ რა არის სირთულე. იმისი უნარი, რომ მე წამეკითხა, რომ ავთენტურად მაქვს სტატიის წერის სურვილი, ანუ შთაგონება მაქვს ეხა რაღაცა იწვის ჩემში. როგორც ჩანს ეს იმ მომენტში მქონდა დაწეული და საერთოდ ეს არის სამუშაო. რომ ის კი არა, რომ მე ვერ მივხვდე, რომ სტატიის დაწერა მინდა და იმიტომ პირდაპირ გადავხტე ცნობიერ გადაწყვეტილებაზე, რომ ეხა უმჯობესია დავისვენო, დასვენების საათია, ხო? ეს არა, კარგია და როგორ გითხრათ, საუკეთესო ვარიანტია ადამიანისთვის, როცა ის გრძნობს, რომ წერა უნდა. და მერე ცნობიერ არჩევანს აკეთებს, მიყვეს ავთენტობას და დაარღვიოს ერთხელ ეს დასვენების განაწესი, იმიტომ რომ შეიძლება შთაგონება აქ არის და მერე რა ვიცი, საათის მიხედვით ვერ გამოიძახებ შთაგონებას, ხო? ეგ ავთენტობის მთელი ამბავი ზუსტად ეს არის. რომ ავთენტობის მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ახლოს არის მუზებთან, ენერგიასთან, სურვილთან, ანუ ეს დამუხტულ რაღაცა ქმედებებთან და უმჯობესიას პრინციპით მომუშავე ადამიანი წყდება თავის შთაგონებებს, მუზებს, ენერგიას და ხანდახან თუ მაგ პოლუსში ძალიან გადაინაცვლა, მერე ტოვებენ მას ეს მუზები და შთაგონებები და რაღაცნაირად დაცარიელებულად განიცდის თავის თავს რა. და საკმაოდ ის არის შემაწუხებელი მდგომარეობა, ხო? ისევე როგორც სულ მუზებზე გამოდევნება და ავთენტობის ცდელობა 24/7-ზე, რომ ყოველთვის ის ვაკეთო, რაც ჩემში დაიბადა, ხო, ეს კიდევ ფიტავს, ძალიან ფიტავს. და სხვადასხვა გვინახავს ალბათ ყველას, რომ ძალიან დიდი კრეატორები, შემოქმედები და მუსიკოსები ამ ხიფათის წინაშე იდგნენ საუკუნეების მანძილზე და ზოგჯერ წვავდნენ საკუთარ პიროვნებას, გადაწვამდე მიიყვანდნენ ხოლმე და ძალიან სერიოზულ გადაწვაზე არის აქ საუბარი. არ არის საუბარი რაღაცა დავიღალე, დავისვენე, ამაზე არა. შინაგან გადაწვაზე. ანუ არც ერთ პოლუსში ესე გამუდმებით ყოფნა არც ავთენტობაში და არც უმჯობესია და რაჯობიას კეთებაში არ ღირს, ხო? მაგრამ წაკითხვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აი როდესაც მე ვთქვი, რომ ეხა მოდი დავისვენებ, აზრზეც არ ვიყავი, რომ სტატიის წერის, ასე ვთქვათ, განწყობა შინაგანად ჩამოყალიბებული ეხა ჩემში, იმიტომ რომ მოსულია მუზა თუ ენერგია თუ რაც გინდათ დაარქვით. ამ დროს რა გამოვიდა? ჩემი გულწრფელობა იყო ადგილზე, ხოლო ჩემი ავთენტობა არა. ეხა ნახეთ რა ხდება. შეიძლება ხშირად ავთენტობის არ ქონა, ვერ იქნას ადამიანის მიერ გაცნობიერებული ზუსტად ამ მიზეზით, რომ ადამიანი იტყვის, კი, მაგრამ მე გულწრფელი ვარ, აბსოლუტურად გულწრფელი ვარ, როგორ შეიძლება ავთენტური არ ვიყო. და მართლაც აი წარმოიდგინეთ რამხელა რაღაცაა, რომ ადამიანი გულწრფელია, შეიძლება აი ძალიან მისთვის არასასიამოვნო შინაარსებს აშყერებს, გაშიშვლდა შინაგანად, ფსიქოემოციურად, ყველაფერი, ასე ვთქვათ, გამოხატა, რაც კი იგრძნო და დაინახა თავის თავში, ხო? და გულწრფელია. ეს არის კარგი მედიუმი და გამყვანი და გამტარი, რომ მივალთ ავთენტობამდე. თუ გარესამყარო გულწრფელობაზე იქნება ოკეი.
და მიიღებს, რომ ოკეი, თუ არ იყო ეს ადამიანი აქამდე გულწრფელი და ეხლა სცადა და უფრო აწია გულწრფელობა, ესე იგი მიდის დინამიკა, მიდის უფრო იქითკენ, რომ ავთენტობამდე მივა. თუმცა არსებობს ესეთი შემთხვევები, რომ ადამიანი ძალიან გულწრფელია, ეს სხვათა შორის უფრო რთული ფსიქოლოგიური გამოწვევების დროს გვხდება ეს სიტუაცია. ძალიან გულწრფელია, აბსოლუტურად გულწრფელია და ამავდროულად არის ძალიან არაავთენტური და მოწყვეტილი თავის წყაროს. შინაგან წყაროს, რომელიც არის ერთადერთი საყრდენი ამ ცხოვრებაში იმისათვის, რომ ადამიანმა თავი ძალიან ცუდად არ იქცნოს. დანარჩენ შემთხვევაში გარე სამყარო უხვად გვთავაზობს ნეგატიურ წახალისებებს ბჭყალებში, ანუ ეს სამყარო ენტროპიით არის აგებული, ხო ვიცით? ყველაფერი მიექანება ენტროპიისკენ და სიცოცხლე არის ის, რაც არ ღვევს, ცთომილია ამ ენტროპიაში. ისევე როგორც მთელი სამყარო, თქვათ, მარცხნიდან მარჯვნივ მიდის და ცთომილები მარჯვნიდან მარცხნივ ცაზე ჩვენი პლანეტები, ხო, რომელსაც ცთომილებს ამიტომ ეძახდნენ. ანუ თითქოს რაღაცა წყლის დინების საწინააღმდეგოდ ცურვა არის სიცოცხლე და ამ წყლის დინების საწინააღმდეგოდ ცურვისთვის, то დინებას თუ წაყვები იქ არის ენტროპია ზუსტად. საჭირო არის რომ გაძლიერდეს ეს შინაგანი ხმა, რომელიც საკუთარ წყაროზე გაკავშირებს. ეს წყარო არის ზუსტად ავთენტობა და ასეთ შემთხვევაში გულწრფელობა, რა თქმა უნდა, თქვენ წარმოიდგინეთ, შეიძლება გულწრფელობა არ იყოს გამოყენებული და ადამიანი მაინც ავთენტური იყოს. აი ესეთი საოცარია ადამიანის ფსიქიკა. აი მაგალითად ადამიანი ხედავს, რომ გარშემო არის სიტუაცია, სადაც ეხა ამარო თავისი წყაროდან წამოსული შინაარსით ქვას, იქ არ ვიცი, რაღაცა მოხდება ცუდი. დასჯიან პირობითად, ესე მარტივი ის წარმოვიდგინეთ, ბავშვია, 10 წლის არის, 13 სადინო აქვს, თამაში უნდა ამას და რო თქვას ეხა, რომ მე თამაში მინდა, დასჯიან. ან რო არ დაუჯეროს ეხა მშობელს და გაიპაროს და ითამაშოს, დასჯიან. და ეხლა რა ხდება, ნახეთ, შეიძლება დაჯდეს ბავშვი და იმეცადინოს ამ დროს. მაგრამ ის ერთი წამით არ და იტყვის, რომ კი, მინდა დედიკო მეცადინეობა, აბა რა, ძალიან მინდა მეცადინეობა, ეხლავე დავჯდები და დაჯდება და ეხლა მეცადინეობს. ხო, ერთი წამი არ იფიქროთ, რომ ის არის ავთენტური, ის არ არის ამ წუთში ავთენტური. ის არის ავთენტური. ოღონდ გულწრფელი არ არის. იმიტომ რომ იცის, რომ აქ გულწრფელობა დასჯადია. ეხლა ეს სიტუაცია უსიამოვნებას მოიტანს, კონფლიქტია, ხო, გულწრფელობის შემთხვევაში. მაგრამ გულში ერთი წამით არ შეპარვია ამას ეჭვი, რომ მას თამაში უნდა. აბსოლუტურად მოჭიდებულია თავის ავთენტობას. აი ბოლომდე ჩასულია წყაროში. რა არის იქ მისი წყარო? აი ამას ეჭიდება კარგად. სამწუხაროდ ახსნის სისტემა, რომელიც ძალიან დასახვეწია და არ ვიცი ამას რა ეშველება, კაიხანი ესე იქნება. ნახეთ რას ეუბნება ბავშვს. შენ გინდა მეცადინეობა. ნახე გარედან ძალიან ფრთხილად იყავით, როცა ერთმანეთს შენობით ესაუბრებით. შენ გინდა ეს, შენ გინდა ის. შენ არ გინდა ეს, შენ არ გინდა ის. აი ესეთი ფრაზეოლოგიით ბავშვს როცა ესაუბრებიან, ეს არის პირდაპირ, როგორ გითხრა, თავდასხმა უკვე იმაზე, რომ ეს მოჭიდება თავის ავთენტობაზე და წყაროზე, რაც აქვს, ეს ჩაიხსნას. და ვინაიდან ბავშვისთვის ეხა მშობელი აბსოლუტური ავტორიტეტია, აბსოლუტური. აქედან გამომდინარე შეიძლება დაიბნას და იფიქროს, ნეტა მართლა ხო არ მინდა ეს, რასაც გარედან მეუბნებიან, ნახე? და ეს კითხვა რო გაჩნდება, აი აქ წამოვა დიდი დაბნეულობა, დიდი დეპრესია გნებავთ, დიდი არეულობა და ქაოსი საკუთარ თავში, იმიტომ რომ გულწრფელობა შენ არ ჩუნდა, ნახე, ნეტა ეს ვარ, ნეტა ის ვარ, ეს ხო გულწრფელი კითხვაა. და მეორეს ხო ჩაიხსნა ავთენტობა, იმიტომ რომ დაიბნა ადამიანი. გარედან ეუბნებიან ერთს, თვითონ განიცადა მეორე, ეს გარედან აბსოლუტური ავტორიტეტია და ალბათ მართალია, ესე იგი ეს მეჩვენება, აი შემდეგი სიტყვა რა არის, მეჩვენება. მომეჩვენა რომ მინდა თამაში. ნახე, რეალობა შემეცვალა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სხვათა შორის მხოლოდ ბავშვებზე კი არა, დასრულებზეც მიდის ხოლმე ეს ამბავი. თუმცა მეორეს მხრივ, აი როგორი ორსახოვანია ყველაფერი რა. ნახეთ, როგორ შეიძლება მიხვდე, რომ გარედან რაც შემოვიდა და რაც გითხრეს, რომ ეს გინდა,
ის მართლა შენია თუ არა. საკმაოდ ადვილია ამის მიხვედრა. აი გააკეთე და თუ კმაყოფილების განცდა მოვიდა, ესე იგი შენია. თუ არ მოვიდა კმაყოფილების განცდა და ფრუსტრაცია დადგა, გამოვიდა რომ სხვისი სურვილი ყოფილა. იმიტომ რომ სხვისი სურვილის დაკმაყოფილება ჩვენ არ შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია საკუთარი სურვილის მსახურება და დაკმაყოფილება. რაც ჩვენში ავთენტურად წარმოიქმნება, იმ შინაარსზე პასუხი მოიტანს კმაყოფილებას, საყრდენის განცდას, ჰარმონიას, სიმშვიდეს, ბევრ კარგ რამეს. და თუ ავთენტური არ არის ის, რასაც უპასუხე ჩემი ქცევით, ნახე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაღაცა სხვას უპასუხე, ჩემს წყაროსგან წამოსულს კი არა. აი სოციუმის მოლოდინს, მამაჩემის მოლოდინს, მეზობლის დავალებას, იმას რომ დილობიანი უნდა ვიყო, იმას რომ ჭკვიანი უნდა ვიყო, იმას რომ ლამაზი უნდა ვიყო, იმას რომ არ ვიცი ღირსეული უნდა ვიყო, ქართველი უნდა ვიყო, ეს უნდა ვიყო, ის უნდა ვიყო, ეს უნდა ძალიან ხშირად ახასიათებს. აი ამას თუ ვუპასუხე, დავრჩები მე მაინც ცარიელი, ფრუსტრირებული. არ მოაქვს ამას ფსიქოემოციური კმაყოფილების განცდა, იმიტომ რომ ეს არ იყო ჩემი წყაროსეული, ჩემი ავთენტური. გულწრფელი შეიძლება იყო, მე გულწრფელად გადავწყვიტე რომ ვიყო ღირსეული და გულწრფელად მომეწონა რომ ვიყო ღირსეული და გულწრფელად გადავწყვიტე რომ რაღაც საამაყო საქციელი ჩამედინა. გულწრფელია. ავთენტური კი იშვიათად, ძალიან იშვიათად შეიძლება იყოს ესეთ სიტუაციაში ადამიანი, სადაც სოციუმი მას წაახალისებს. ის, რასაც სოციუმი წაახალისებს, ზუსტად აი ამას ახალისებს, რაც მას უნდა და არა რაც შენ გინდა, ხო? ეს კონფლიქტი მუდმივად იარსებებს, ჩვენ სოციალური არსებები ვართ, ურთიერთობაში ეს გასაგებია. ეხლა ნახეთ ისევ სარკის თემას რომ მოუტრიალდეთ, ხო? ერთის მხრივ ხო ვამბობ, რომ არ უნდა უთხრა ადამიანს, რომ შენ ეს გინდა, შენ ის გინდა. მეორეს მხრივ ხედავ იქნებ ხედავ გარედან რაღაცას. აი მართლა საოცარია რა. ეხლა ნახეთ როგორი რაღაცა, თუ შენ ხედავ რაღაცას გარედან და ეუბნები შენ ესე ხარ, უნდა დატოვო სივრცე, რომ იქნებ ეგრე არ არის. რაც არ უნდა ხდებოდეს და რაც არ უნდა ზუსტად ხედავდე, ალბათ ღირს რომ ეგ სივრცე დატოვო. მეორეს მხრივ ზოგჯერ ძალიან თვალსაჩინოა გარედან რაღაც და ამ შემთხვევაში კარგი იქნება რომ ცდა ჩატარდეს. რას იზავს ცდა, ხო? აი მართლა როგორი სადღაცა თან ტრაგიკულია რომ ამხელა ის გჭირდება ენერგიის ჩაქსოვა იმაში რომ უბრალოდ გაიგო შენ ვინ ხარ. არა და შენ ახარ, ხო? საკუთარი თავია და იმის აღმოჩენა, იმის შესწავლა რამხელა სირთულეს წარმოადგენს, რავი კოსმოსში ფრენა უფრო ადვილია მე მგონი, რაღაც გაგებით. აი ესეთი კონკრეტული მაგალითი რომ მოვიყვანო, აი წეხა როგორც თქვი რომ ანუ დარბის დაიღალა, მე ვხედავ დაიღალა, ვეუბნები და არ დავიღალე ამბობს. ოკეი? ანუ ავთენტობას ამ შემთხვევაში ჩახსნილი აქვს ავთენტობა. თუ ეხა ის სიტუაცია რომ ძალიან კარგად იცის რომ დაიღალა და მე მატყუებს, მაგ შემთხვევაში არ არის ავთენტობა ჩახსნილი. ეგ კიდე სხვა ამბავია. ამის გარკვევა ეხლა მე მომატყუა თუ გულწრფელად მითხრა, ესეც სენსორული ამბავია. არ ვიცი. ძნელია. თუმცა შინაგანად გრძნობ, უფრო გულწრფელად მეუნება ეხლა თუ უფრო მატყუებს. ეს არის. მეორეს მხრივ ნახეთ კიდე რა ხდება ჩემმა შვილმა ერთხელ ძალიან დაიჟინა რომ მეთამაშე და მე ვეუბნები არ მინდა, ნახე. მე საერთოდ მახასიათებს ჩემი ავთენტობიდან მოწყვეტა. ალბათ ყველას ახასიათებს ამ სიტუაციაში, მაგრამ ავტომატიზმზე თუ ზივარ, ძირითადად წყდები ხოლმე ჩემს ავთენტურ მეს და ჩემი შვილი მეუბნება, რომ ვითამაშოთ, მე ვეუბნები, ნახე სიტყვები რა არის, არ მინდა. ცოტა ხნის მერე ძალიან რომ შემიჩიჩხინა, დამიყოლია და ვთამაშობთ. ამას ხშირად ყვები ხოლმე სხვათა შორის და გავოცდი რა. თამაშობთ და ვარ აი ძალიან გახარებული და აი დავხტივარ, დავრბივარ, რაღაც მეც ბავშვივით გავხდი და უცებ მომიტრიალდა და მეუბნება. დედა, ნახე თურმე გდომებია. აი ესეთი ფრაზა. ხო, კი, მართალია, თურმე მდომებია. ის ფაქტი რომ გამისწორდა და გამიხარდა და ჩემში სასიამოვნო ემოციები გამოიწვია, ნიშნავს რომ ჩემს ავთენტურ მეს ეს მდომებია. და ცდით დამტკიცდა რომ მე მოქმედებაში რომ გადავედი და ვიმოქმედე, თურმე ვუპასუხე მას. და ძალიან სამწუხაროა, რომ ამის ცნობიერებაში ამოშვებაზე მე საკმაოდ დიდი რესურსი მეხარჯება. განსაკუთრებით ყურადღების მოკრება, დაკვირვება, ფოკუსირება.
იმიტომ რომ რაღაცა როგორ გითხრათ ჩასმული მაქვს ისეთი მდგომარეობა ხოლმე რომ აი ეს ჩემი წყაროსთან მომავალი შინაარსების დაიგნორება მაქვს დამხეცებული უმაღლეს დონეზე. ეხლა ჩემივე დასკვნით და დაკვირვებით უფრო რთული და უფრო ძლიერი დაიგნორების მეთოდებიც მინახავს სხვა ადამიანებში. აი ეხლა ნახეთ როგორი რაღაცა არის. შეიძლება ადამიანი იყოს ძალიან ზეგულწრფელი, ესეთი ადამიანები რამდენიმე გამახსენდა ეხლა და მეორეს მხრივ იმ თავის გულწრფელობაში იყოს თლიანად ჩასული სოციალური შინაარსი და სოციალური შინაარსი განიცდებოდეს როგორც საკუთარი ავთენტობა. და ამ შემთხვევაში რა ხდება? ნახეთ, ძალიან დიდი შინაგანი კონფლიქტი წარმოიქმნება, იმიტომ რომ ის ავთენტობა ვერ გაქრება. არ გაქრება ის აქ არის. წარმოიქმნება ჯერ ნევროტული კონფლიქტი შინაგანი, რომ მე ხომ თქვათ, არ ვიცი რა არის სოციუმისგან დაფასებული. აი, მე ხო უპირობოდ მიყვარს ეს ადამიანი. უპირობო სიყვარული არის ერთ-ერთი მე რაც შემიმჩნევია, ხშირ შემთხვევაში ყოველთვის არა, რომ არის სოციალური კონსტრუქტი, რომელიც საკუთარად განიცდება. რომ მე ისეთი ტიპი ვარ, აი ყველა ხო ესეთია, რომ ხან ერთი უყვართ, მე ეს ურთიერთობა დამთავრდა, სხვა უყვართ, ამ ვიღაცები ღალატობენ, ამას ღალატობენ, ისე იქცევენ. რაღაცებს შეამჩნევს ადამიანი და მე არ ვარ ესეთი და გადაწყვეტს ნახე რომ მე მიყვარს უპირობოდ. პირობითად ვამბობ ხა ამას. შეიძლება სხვა რამე იყოს. მე უპირობოდ მიყვარს ესე გადაწყვიტა, ხო? და ეხა განიცდის რომ ეს მისი ავთენტობა არის. ესე განიცდება. და ეხა ნახეთ რა ხდება. ანუ ემსახურება ამ სიმბოლოს ეხა რომელიც გადაყლაპა, უხეშად რო ვთქვა, სოციალურად ჩაყლაპა. სხვადასხვა მტკივნეული გამოცდილებების გამო და განიცდის როგორც საკუთარს. მე ესეთი ვარ იტყვის. მე უპირობოდ მიყვარს. და ეხლა იწყება აქ როგორი დრამატული ვითარება ნახეთ. ღმერთმა არქნას, რომ ეს უპირობოდ მოყვარული ადამიანი გადაეყაროს მოძალადეს. იმიტომ რომ ამას იმდენად თავისი პიროვნება აქ გაიგივებული, რომ მოძალადე იქნება თუ არ იქნება მოძალადე თუ ვინც იქნება, ვიღაცა უპირობოდ უყვარს, რომ უკან დამხევი არ არის. არ არის უკან დამხევი. იმიტომ რომ საკუთარი თავი გააიგივა ამ შინაარსთან. ცვლილების შანსი აქ არ დატოვა და თქვა, თუ მე ავთენტური არა ვარ, კი არა და თუ მე არ ვარ ეს უპირობოდ მოყვარული, ესე იგი მე ცუდი ვარ. ნეგატიური ვარ, სიცოცხლის ღირსი არ ვარ, ან ამის ღირსი არ ვარ, იმის ღირსი არ ვარ. ანუ მთელი პიროვნება ჩამოყრდნობილია ამაზე, რომ მე უპირობოდ მიყვარს ხოლმე. ერთადერთხელ და განუმეორებლად მეტი აღარ იქნება ეს იქნება ერთადერთი, ეს იქნება ესეთი, ისეთი და ასე შემდეგ და ამ დროს როცა ამ ყველაფერს საუბრობს, გულწრფელია. და ავთენტური არის? აი ეს უკვე ავთენტური არის თუ არა? ანუ პირველ წყაროს თავისას აკმაყოფილებს თუ არა, იცით სად გამოჩნდება? კმაყოფილდება მცხოვრებით, რომელიც აირჩია. აი ხო ამბობს მე ასეთი ვარ, თუ შენ ასეთი ხარ და თუ შენ უპირობოდ გიყვარს და ეს არის შენი ავთენტობა და პასუხობს ეს შენს ავთენტობას, იქნები კმაყოფილი. იმით, რაც შენს პირადში ხდება. თუ მაგალითად შენ თვლი რომ მონოგამი ხარ და 40 წელი ყავს ერთი მეუღლე, რაც დამიჯერეთ რომ ხანდახან ხდება. ეს ასე არსებობს, არიან ადამიანები, რომლებიც 40 წელი არ ბეზდებათ ერთმანეთი 5 წუთიც კი. თუმცა არიან სხვა ადამიანები და ისინი არ არიან ცუდი ადამიანები, ვისაც რაღაცა ციკლურობა ახასიათებს ურთიერთობაში, ეს დათვლილიც არის. 5 წელი, 3 წელი, 7 წელი უგრძელდებათ დასაწყისი განვითარება და შემდეგ სრულდება მათში ეს ემოციური ტალღა და ისინი ცუდები არ არიან, ხო? მაგრამ აი ვთქვათ ესეთმა ადამიანმა, ვისშიც ავთენტურად არის ციკლურობა, მოეწონა, ნახე, მოეწონა რა სიტყვა არის, მოეწონა სოციალურად ეს რო შეხედა ეს მონოგამია და თქვა რომ მე ესეთი ვარ. გააიგივა თავის თავი გარედან შემოსულ შინაარსთან და ამ დროს გულწრფელია. ესე განიცდის რომ ესეთია. და ყავს ახლა ეს ერთი მეუღლე 40 წელი, ხო? არ არის კმაყოფილი. აქ მოდის დისონანსი, მოდის ფსიქიკური სიმპტომები, ჯერ გარეგანი სიმპტომები მოდის, განერვიულებულია, მერე ცუდ ხასიათზეა, მერე გაბრაზებულია და ბოლოს მოდის უკვე ფსიქოსომატიკა.
აუცილებლად სომატურში გადავა. ნუ იქ არ ვიცი კუჭმა შეაწუხა, გულმა შეაწუხა, წნევა მაუწია, ის დაეცა იმუნიტეტი და სვავად ხდება, არ ვიცი ეს ჭირს, ის ჭირს, ეს ჭირს. ანუ რაღაცნაირად ის პირველ წყარო ის ვერ გაქრება, გადაკეთებას არ ექვემდებარება. ის არის ის გრავიტაციული ნაწილი, რაც ადამიანში არის და არასოდეს ის ნაწილი არ არის ბოროტი, თუმცა შერაცხულია ხოლმე ბოროტად, იმიტომ რომ არ იცნობენ. და ის რაც უცხოა და სიბნელეშია, იმიტომ რომ მე ვეღარ ვხედავ და ვაიგნორებ, შეიძლება შემეშინდეს, შეიძლება ბოროტად წარმოვიდგინო, შეიძლება ბნელად დავინახო და ასე შემდეგ. და ამის გამო ადამიანები ძალიან ხშირად ცხოვრობენ მაფრუსტრირებელი ცხოვრებით და ითმენენ მას. მერე უკვე მედიკამენტოზური ჩარევა იწყება. ეხლა ნახეთ კიდე რა ხდება. ავთენტური რა დროს უპირისპირდება გულწრფელს. ეხლა სიყვარული არის ძალიან დიდი ძალა, ხო? და მაგალითად ბავშვი, სულ პატარა ასაკში ხდება ეს. კი, ბავშვი გულწრფელია, ბელა, მაგრამ და ავთენტურიც, მაგრამ ზუსტად მაგ ასაკში იწყება ეს არაგულწრფელობის საკუთარად განცდა. არა ავთენტურობის ბოდიში და გულწრფელად განცდა იმისა, რომ მე ესეთი ვარ იმ შინაარსზე, რაც შესაძლო გარედან არის შემოსული. აი მაგალითად, ბავშვს უყვარს დედა ან მამა, ხო, ძალიან უყვარს და ამ დედამ ან მამამ რაღაცა მის ავთენტობის მიმართ ცუდი რამ გააკეთა. ცუდში გულისხმობ, რაც აფრუსტრირებს. ეხლა ადამიანი, როდესაც გარედან დაფრუსტრირდება, ბრაზდება რა. ეს ჩვეულებრივი ამბავია. აი სიტყვაზე მე მინდა რაღაც, დედამ მითხრა არაო, იმიტომ რომ ჩემთვის უმჯობესია, მესმის, სწორია აბსოლუტურად და მეორეს მხრივ ფრუსტრაცია გამოიწვია და ვბრაზდები. მაგრამ იმდენად მიუღებელია ჩემთვის, რომ ასეთ ჩემთვის უძვირფასეს და საყვარელ არსებაზე გავბრაზდე, რომ არ ვბრაზდები, ესე ვამბობ, არ ვბრაზდები. და ცოტა ხანში მაქსიმალურად ვეცდები, რომ ეს ბრაზი გავაქრო. ის კი არა, რომ ვერ ვგრძნობ და ის. არც არასდროს არ უნდა გავბრაზდე, ვუბრძანებ ჩემ თავს. რას ქვია გავბრაზდე, ეს არის დედა. ხელშეუხებელია. და აქაც ჩაიხსნება ავთენტობა, იმიტომ რომ ავთენტური ის იყო, რომ კი გავბრაზდი. აი ესეთი საინტერესო თემა არის გულწრფელობისა და ავთენტობის შედარება, ასე რომ თუ ადამიანის ცხოვრება მიედინება ისე, რომ ის კმაყოფილებას ვერ იღებს, მოგიწოდებთ თითოეულ ასეთ ადამიანს, რომ მოდი იზრუნეთ საკუთარ ავთენტურ მეზე. ის არის უნიკალური, ერთადერთი და განუმეორებელი ამ დედამიწაზე 8 მილიარდ კაცში დღეს და რამდენი საუკუნე ადამიანი არსებობს, ეგ კიდე არ ვიცით. ანუ ძალიან ღირებული არის ის ავთენტური მე, რომელიც გყავთ შიგნით. და ამ ავთენტური მეს მოსმენა, აღქმა, მიღება, პასუხის გაცემა იმისთვის, რაც მას ავთენტურად მართლა, საჭიროება აქვს, ეს ხო, ეს აქსიომაა. ავთენტურ საჭიროებას თუ არ უპასუხეთ, დავიხოცებით თლათ. სიკვდილის გზა არის ეგ. და ავთენტურ სურვილს თუ არ უპასუხეთ, არის ფრუსტრაციის და ნეგატიური თვითგანცდის და აი ამ ფსიქოსომატიკის წარმოქმნის გზა. ამიტომაც გამონახეთ რაღაცა დრო. აიღეთ პასუხისგებლობა, უმჯობესიას გამოყენებით, კი, იმიტომ რომ უმჯობესია და ცნობიერად გადაწყვიტეთ, რომ ან თერაპიაზე წახვიდე, ან არ ვიცი თუ გინდა შემეცნებით ფსიქოლოგიურ კურსი იქნება თუ შეკრება იქნება თუ ნებისმიერ ეს ან მოძებნე ვიდეო და უყურე რამე ვიდეოს. ნაბიჯების გადადგმა დაიწყე, რომ შეძლო უკეთ და უკეთ წაიკითხო შენში რა არის ავთენტური. იმიტომ რომ როდესაც ავთენტურობას კითხულობ და მას ადეკვატურ პასუხს აძლევ, ამ დროს ხარ კონგრუენტული, ანუ თანამიმდევრული. და დაშლილი, კონფლიქტური, სხვადასხვა სიმპტომებით სავსე ახარ. და ცხოვრება იძენს აზრს. ნახე, ეს აზრი რა არის? ცხოვრების აზრი, ეს ხშირად უკითხავთ ჩემთვის. ის უნიკალობა, რაც შენ დედამიწაზე მოიტანე, გარეთ გამოხატო, უპასუხო ამ შენს უნიკალობას. ამისათვის უნიკალობა უნდა იპოვო. თუ არ იპოვია და დაგაიგნორებინეს და აკრძელებ ეგრე ცხოვრებას, რომ ის შენი უნიკალობა იგნორირებულია, მაგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ფრუსტრაცია გაიზრდება და გაიზრდება. უსიამოვნების განცდა, დეპრესია, ნებისმიერ რამ აიწევს და აიწევს, იმიტომ რომ ის უნიკალობა, როგორც უკვე ვთქვი, ვერ ჩაიხსნება, ვერ გადავარდება, ვერ გაქრება. ასეთია და გისურვებთ ყველას აი ამ ავთენტობის პოვნას, რომ შინაგანი ავთენტობა მაინც არასდროს დაკარგოთ და გამუდმებით გრძნობდეთ, ეს ძალიან რთულია პროცესია და გისურვებთ ამ პროცესს.
და გარეთ გამოხატვაც სიტუაციურად შესაბამისად აარჩიოთ და ისეთ გამოხატოთ და ისეთი პასუხი გასცეთ თქვენს საკუთარ ავთენტობას და ისეთი ხელსაწყოები მოძებნოთ გარემოში, რომ იგრძნოთ ნამდვილი მთლიან სხეულებრივი კმაყოფილება და არა ზედაპირული, ადიქციური და მცირე წახალისებები, რომ აი რაღაც ცოტა ხანი მოვდუნდით რაღაც. ეს არა. აი მთელი სხეულით მოვიბრირე ნამდვილი კაშკაშა კმაყოფილება, ისეთი როგორც ბავშვობაში განგვიცდია. აი ამას გისურვებთ.